საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ შემუშავებულ თეატრის შესაძლო კანონ პროექტზე კულტურის კომიტეტის წევრებმა, თეატრების მმართველებმა, რეჟისორებმა, თეატრმცოდნეებმა და მსახიობებმა იმსჯელეს. ხმაურიან შეხვედრას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მოადგილეებთან ერთად დაესწრო. პრობლემა იყო ერთი და დიდი, როდესაც ეს კანონი დაიწერა და ასე ვთქვათ, ჩანასახის მდგომარეობაში იყო, ვიღაცამ წაიკითხა, ვიღაცას მოეჩვენა, რომ ამას ძალიან მალე დაამტკიცებენ, რომ მან არის გაზრდილი, ვთქვათ, რეჟისორის როლი, მეორეს მოეჩვენა პირიქით და ეს გამოიწვია იმან, რომ ყველა ცალ-ცალკე იხილავდა ამ კანონს. ჩვენ კულტურის სამინისტროში შევქმნით სივრცე ისეთი, სადაც ყველანი ერთად არიან და იხილავენ. რა თქმა უნდა, შარეკამათიც მიმდინარეობს, მაგრამ მას და სხვადასხვაობიდან გამოაქვთ გუნდური დასკვნები. ძალიან კარგი პროცესი დაიწყო. საერთოდ ეს წინაკვირა იყო სრულიად ქარიშხალი ჭიქა წყალში. არაფერი საჭირო არ იყო ეს მემათახელვა. კანონი, როდესაც იხვეწება და იცვლება, რა თქმა უნდა, ეს უნდა გავარჩიოთ. არაფერი საჭირო არ აქვს. თუმცა ჩვენ ყველანი ძალიან ვიწრო წრევარ და ყველანი ერთმანეთს ვიცნობ. მართველი უნდა იყოს გენერალური მენეჯერი, არ უნდა ერთას მართველი, როგორც კი გვესმის მართველი, იმ წუთას გვიშდება შტაბ-ეჭდილება, რომ ჩვენ ვიღაცა გვმართავს. ეს არის სამარცხვინო პროექტი, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს შემოქმედებით პროცესით დაინტერესებული ადამიანებისთვის და ძალაუფლება გადადის ერთი მუჭა რამდენიმე ადამიანის ხელში.